პოლუსიანი მსოფლიო დასრულდა. Როგორ აისახება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა საქართველოს უსაფრთხოებაზე და ეკონომიკაზე? ახალი მსოფლიო წესრიგი სად არის? საქართველო რატომ აღიქმება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საგარეო კურსის ცვლილებად, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური მოგების შესაძლებლობად? რა სარგებელს და რისკებს შეიცავს ჩინური ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთვის? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი. სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ თემებზე აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იქნება. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. გამარჯობათ. სალამი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თქვენი ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო სტატია, როგორც მე ვფიქრობ, სადაც საუბარია ამ მსოფლიოს ახალ წესრიგზე და თქვენ ამბობთ, რომ ორ ნახევარ პოლუსიანი მსოფლიო გვაქვს, ანუ ერთ პოლუსიანი დასრულდა. რატომ ორ ნახევარი? ანუ ის ნახევარი ვინ არის? კი ბატონო, მართლაც დასრულდა ერთ პოლუსიანი სამყარო, დასრულდა ეს პრაქტიკულად მას მერე რაც დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში და მოხდა სახელმწიფოების გამიჯვნა ერთმანეთისაგან. მსოფლიო წესრიგი, რომელიც იყო პრაქტიკულად მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი გაქრა ერთ პოლუსიანი და ამ ერთ პოლუსს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატები, დღეს აღმოჩნდა, რომ ესე აღარ არის სიტუაცია. როდესაც დასავლეთმა შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გარკვეული ქვეყნები არ შეუერთდნენ ამ სანქციებს, მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორც არის თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი და ძალიან ბევრი ქვეყანა. ქვეყნები, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ და არის აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან აგრძელებენ თანამშრომლობას და ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მაგრამ ცდილობენ სანქციები დაიცვან. ასეთი ქვეყანა არის მაგალითად საქართველო, ჩვენი სამშობლო. აი ამ ვითარებაში დღის წესრიგში დადგა საკითხი, მაშინ როგორ სამყაროს ვიღებთ. ეხლა ამაზე რომ პასუხი გაიცეს, არის ასეთი რამდენიმე კრიტერიუმი. როდის ხდება ესა თუ ის ქვეყანა პოლუსი. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იმისთვის რომ პოლუსად ჩაითვალოს, მას უნდა კონდეს პოლიტიკური ზეგავლენა დანარჩენ ქვეყნებზე. პოლიტიკური ზეგავლენის საფუძველი კი არის ერთი მხრივ ეკონომიკის მასშტაბი, ეკონომიკური განვითარების დონე და მეორე მხრივ საფუძველი არის სამხედრო შესაძლებლობები, შეიარაღება, მილიტარისტული პოტენციალი და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ აი ამ საერთაშორისო პოლიტიკის ზეგავლენისთვის. დღეს გამოიკვეთა ორი მკაფიო პოლუსი, ერთი რჩება ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე პოლუსად ყალიბდება ჩინეთი, თუ უკვე ჩამოყალიბებული არ არის, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. და იკვეთება შემდეგი კითხვა. რუსეთი სად არის? საერთოდ მესამე პოლუსი არსებობს თუ არა? საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი აზრით მესამე პოლუსს არასრულყოფილად მაინც, მაგრამ მას შეასრულებს და ასრულებს რუსეთი და რატომ? პრაქტიკულად რუსეთი რო იყოს პოლუსი აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ჩინეთსაც. ჩინეთს აწყობს, რომ რუსეთი იყოს პოლუსი, ოღონდაც ჩინეთის მხარეს, ამერიკას აწყობს, რომ რუსეთი იყოს პოლუსი, ოღონდ ამერიკის მხარეს. და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სამი კრიტერიუმიდან, რომელიც მე გითხარით, ეკონომიკურად რუსეთი ვერ გაჩავს, პრაქტიკულად არ შეუძლია, რომ იყოს სრულფასოვანი პოლუსი. ამიტომ ის მაინც არის პოლუსი, ანგარიშგასაწევი ძალა, იმიტომ რომ მას აქვს საკმაოდ დიდი შეიარაღება სამხედრო, საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი ბირთვული პოტენციალი და იმავდროულად პოლიტიკურად ახლა აქტიური არის საერთაშორისო სცენაზე. ამიტომ რადგანაც ის არ არის სრულფასოვანი პოლუსი, ამიტომ თქვი რომ ის არის ნახევარ პოლუსი და გვაქვს სოფლიო ორ ნახევარიან პოლუსიანი ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. და ევროკავშირი სად არის? რაც შეეხება შეიძლება თუ არა იყოს სხვა პოლუსიც. აქ ჩდება სწორედ თქვენი კითხვა, სად არის ევროკავშირი და კიდევ ერთი კითხვა, სად არის ინდოეთი. იმიტომ რომ დღეს ინდოეთი მოსახლეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში. ევროკავშირი პოლუსი ნამდვილად ვერ არის, მართალია ეკონომიკურად მიუხედავად იმისა, რომ დღეს რაც ეს სანქციები შემოვიდა და რუსეთის ომი უკრაინაში ევროკავშირს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას პრაქტიკულად არ გააჩნია.
იმიტომ რომ ევროპაში, ევროკავშირში სამხედრო რესურსი არის ეს ნატო, რომელსაც განსაზღვრავს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები და არა ევროკავშირი. ამიტომ დააყენა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე საკითხი, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს ევროპაში ხარჯები, ევროპის მიერ ნატოს დაფინანსება შეტანილი წვლილი და სწორედ აქედან გამომდინარე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გარკვეული პროგრამა, რომ რამდენიმე წელიწადში 800 მილიარდამდე გაიზარდოს ხარჯი იმისთვის, რომ შეიქმნას ევროპის შეერაღებული ძალები, ევროპამ შეძლოს სამხედრო წარმოების განვითარება, იმიტომ რომ დღეს ძირითადად ევროკავშირი იარაღს ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამიტომ დღეს ევროკავშირი ნამდვილად არ არის პოლუსი, ის ისევ დამოკიდებული ჩდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. და რა უნდა შეცვალოს მაშინ ევროპამ, რომ დამოუკიდებელ ძალად იქცეს? სწორედ პირველ რიგში აუცილებელია, რომ ევროპა სამხედრო პოტენციალი განავითაროს, შექმნას თავის შეერაღებული ძალები, შექმნას სამხედრო მრეწველობა, ამას სჭირდება დრო. ეს 800 მილიარდი კი არის პრაქტიკულად გათვალისწინებული, მაგრამ ეს ხო ერთ დღეში არ შეიქმნება. მაგრამ უფრო მეტი შანსი აქვს პოლუსად ჩამოყალიბდეს ინდოეთს. იმიტომ რომ ის არის საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარებადი, ეკონომიკაც მზარდია, მოსახლეობის რაოდენობას დიდია. მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონე კატასტროფულად კი, დაბალია, მაგრამ ნახეთ, აქ ცხოვრების დონეზე არ ლაპარაკი, ეკონომიკის მასშტაბებზე ლაპარაკი. და ეს ეკონომიკა ხო თავისთავად მოსახლეობაზე უნდა გადანაწილდეს, მაშინ რა აზრი ორი აქვს მომენტი, ასეთ ჩინეთის შეხედათ სოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისით სხვადასხვა მაჩვენებლებით, მსყიდველობითი უნარიანი პარიტეტის მიხედვით ავიღებთ. ჩინეთის ეკონომიკა უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას, თუ მიმდინარე დოლარებში ავიღეთ ამერიკა, ანუ ჩინეთი და ამერიკა პირველ მეორე ადგილზე. ინდოეთს აქ პერსპექტივა გაიზარდოს, მაგრამ ახლა თუ ავიღებთ ჩინეთს როგორი არის მოსახლეობის ერთულზე მთლიანი სამამულო პროდუქტი, ეს საკმაოდ დაბალია. და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამერიკის დონემდე ბევრი უკლია, მაგრამ ეკონომიკის მასშტაბით ის პირველ მეორე ადგილებს იყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ თვალსაზრისით აქვს ჩინეთს პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ევროკავშირს ნახეთ, სულ რამდენიმე წლის წინ 15-20 წლის წინ ევროკავშირის ხვედრიწილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ახლა დასულია 17%-მდე. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკური სირთულეები აქვს. ევროკავშირმა თავიდანვე შეცდომა დაუშვა, როდესაც სრულად დამოკიდებული გახდა რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე, ანუ პრაქტიკულად იყო სიამტკბილობა მოსკოვთან, ბრიუსელისა, ეს მოიშალა, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, პრაქტიკულად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად შეეზღიდა რუსეთიდან ენერგორესურსები და გადავიდა ძვირ ამერიკულ და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია სწორედ ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც პირველ რიგში აისახა ყველაზე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებზე, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ რუსულ გაზზე და რუსულ ნავთობზე. პირველ რიგში ეს არის გერმანია, ანუ ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივი. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ამიტომ ევროკავშირს შეუძლია გახდეს მომავალში, ამისთვის გარკვეული დრო დაჭირდება, მაგრამ გარდა ეკონომიკური აღმავლობისა, კიდევ უფრო მწვავე არის სამხედრო თვალსაზრისით, რომ ის გახდეს განავითაროს სამხედრო მრეწველობა და კონდეს თავის შეერაღებული ძალები. ანუ თუ ძლიერი ხარ სამხედრო თვალსაზრისით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს ყველა კარი გახსნილი, იგივე პოლიტიკური და ეკონომიკის მიმართულებით. ყველა კარი არ არის გახსნილი, მაგრამ შენ სიტყვას აქვს სხვა წონა. და დღეს პრაქტიკულად სწორედ ვაშინგტონის და პეკინის ინტერესებშია, რომ მოსკოვს კონდეს გარკვეული წონა. ხოლო ეს წონით მოსკოვი დადგეს შესაბამისად ან ვაშინგტონის მხარეს, ან პეკინის მხარეს. ფაქტობრივად დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი უფრო შორს არის მოსკოვთან და უფრო ახლოს არის მოსკოვი პეკინთან. სხვადასხვა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა განაცხადა, როდესაც კითხეს სანქციებთან დაკავშირებით, რომ ამზადებდნენ თუ არა კიდევ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აღარაფერი აღარ დარჩა და რა მოვამზადოთ. ანუ ამოიწურა ეს სანქციების ახლა ეს არის ხედვა ამერიკელების, იცით რა, ამერიკელებს ბოლომდე არ უნდათ ყველა ხიდის დაწვა და ჩვენ ხედავთ ტრამპის დამოკიდებულებას, აგერ პუტინს კანადაში შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრამ დიდი არანაირი შედეგი არ გამოიღო, მაგრამ ტრამპის დამოკიდებულება პუტინის მიმართ უფრო ლოიალურია. რაც შეეხება მაგრამ ცვალებადი ძალიან ხშირად შეიძლება. ახლა რაც შეეხება სანქციებს,
ეხლა ევროკავშირი უკვე საუბრობს სანქციების მეოცე პაკეტზე. ქალბატონო ირმა და ძვირფასო ჩვენო რადიო მსმენელებო. როცა საუბარია მეოცე პაკეტზე, ეს ნიშნავს, რომ ყველა წინა 19 იყო ნაკლული. იყო ხრელები. პაკეტი თუ გინდა რომ მოქმედებდეს სანქციების, ეს უნდა იყოს მაქსიმუმ პირველი, მეორე, მესამე. და როცა შენ მე-19 მიიღე და ახლა მე-20-ზე მუშაობ, ესე იგი ყველგან არის ხრელები. ეს ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდება, რომ რუსეთმა თავის სამხედრო, ასე ვთქვათ, პოტენციალი არ გააძლიეროს და რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი. ანუ ამ კუთხით მუშაობს ეს სანქციები? სანქციები გარკვეულწილად მუშაობს, რუსეთს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ არა ისე, რომ ჩამოიშალოს მისი ეკონომიკა. უფრო მეტიც, რუსეთი გადავიდა სამხედრო მრეწველობის რელსებზე, მან ეს მოახერხა. ერთ-ერთი სტატია წავიკითხე ასეთი ცოტა იუმორის ჟანრში დაწერილი, თუკი იუმორი გამოდგება ამ შემთხვევაში, რომ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში პურის აწყობში დაიწყეს დრონების დამზადებაც. ქარხნის ერთ ნაწილში აწყობენ პურს, მეორე ნაწილში ამზადებენ დრონებს და დრონებს პურის სუნი ადის. ხო, ნუ ომის რაღაცა ომში მყოფი სახელმწიფოს ხო, სამხედრო რელსებზე გადაიყვანა ეკონომიკა. ამის გამოცდილება რუსეთს ყოველთვის აქვს. რუსეთის მოსახლეობის დუღჭირ ცხოვრებას, ოღონდ თავისი ქვეყნის სიდიადისთვის ამის გამოცდილებაც არსებობს, რომ ეს განახორციელოს და პრაქტიკულად მოსკოვის ხელმძღვანელობა ამას წარმატებით ახორციელებს. მით უფრო რომ მას ეხმარება ჩინეთი, მას ეხმარება ირანი, მას ეხმარება ჩრდილოეთ კორეა და კიდევ არ ვიცით რამდენი სხვა ქვეყანა, რომელიც დახმარება ხან ლეგალურია და ხან არალეგალური. და ამ გადანაწილებაში საინტერესოა, სად არის საქართველო? თქვენ სტატიაში ასაუბრობთ, რომ მოთმინება და ბალანსი, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოლიტიკა ისე, რომ არ დავკარგოთ დასავლეთის მხარდაჭერა და ამავდროულად გავაძლიეროთ ურთიერთობა აღმოსავლეთთან. ესეთი პოზიცია სტრატეგიული მოთმინება ეს არის არაჩემი ტერმინი, ეს გავეცანი ერთ სტატიას ინდოელი სპეციალისტის და იძახის, რომ ინდოეთისთვის დღეს არ არის დრო აქტიური მოქმედებისთვის. მას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, იმიტომ რომ ჯერ მსოფლიო საბოლოოდ დალაგებული არ არის. ახლა თუ დიდი ინდოეთისთვის არ არის სამოქმედო ასპარეზი, ისეთი მცირე ზომის ქვეყნებისთვის, რომელთა შორის არის საქართველო, მით უფრო საფრთხილო არის სიტუაცია. ნუ პრაქტიკულად ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ახლა ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კონსტიტუციაშიც გვიწერია ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ჩვენს ურთიერთობას ნატოსთან, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმავდროულად გამოცდილ ხელზე, რომელიც მოდის აღმოსავლეთიდან, ჩინეთიდან, უარი ნამდვილად არ უნდა ითქვას. თუკი ბოდიშით ვაშინგტონი და პეკინი ცდილობენ რაღაცა სფეროებში მაინც საერთო ენის გამონახვას, ჩვენ მით უფრო მცირე ზომის ქვეყანას ეს აუცილებლად გვჭირდება. და მაშინ რატომ აღიქმება დაუშვათ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ საგარეო კურსის ცვლილება და სხვისთვის, მაგალითად ეკონომიკურ შესაძლებლობად. და ღმერთმა დალოცოს ამერიკა ცნობილი ფრაზა და ჩინეთი. ამ სახელმწიფო მდივანი არის ამ ფრაზის ავტორი. ყოველ შემთხვევაში ერთი მომენტი არის, იცით, ახლა ჩვენ მარტო მაგ სფეროში არა, ყველა სფეროში ახლა როდესაც არის ცდილობა, რომ ხელისუფლება ძალისმიერი რესურსი ძალისმიერი მოქმედებებით შეიცვალოს და მოხდეს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა რეჟიმის ხელისუფლების. ახლა მშვიდობიანი დამხობა ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან მშვიდობიანი და შეუძლებელია, ეს აშკარა ოქსიმორონია, წინააღმდეგობრივია, შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ხედავთ როგორ არის ბრიუსელის დამოკიდებულება, ვაშინგტონშიც არიან პოლიტიკოსები, მაგალითად მეგობარი აქტის ავტორები პირობითად თქვენ მეგობარი თუ არაფერი მეგობრული იქ არ არის. აი ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მათი მცდელობა რომ მოხდეს რეჟიმის მიმართ ხელისუფლების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეული ზეწოლა, ესაც ამ კონტექსტში გამოიყენება. და ეს არის რომ თურმე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ქვეშ არის, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ზეგავლენის ქვეშ არის. ჩვენ ხო ხვდებით რომ ეს ასე არ არის სინამდვილეში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი ვაშინგტონი ცდილობს რომ მეორე პოლუსთან აშკარა ჩამოყალიბებულ მეორე პოლუსთან პეკინთან დაამყაროს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ყველანაირად მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, უფრო გვჭირდება მეტი ახსნა და მუშაობა ჩვენს უკვე ტრადიციულ პარტნიორებთან, ისეთი როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები.
გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში საკმაოდ მასშტაბურ გამოფენაზე და ინტერვიუ მისცა საკმაოდ ვრცელი ერთ-ერთ ჩინურ ტელეარხს, სადაც ისაუბრა რატომ არის დაუშვათ საქართველოს ჩინეთისთვის ღია როგორც საინვესტიციო, ისე ტურისტული მიმართულებით. და იქ ჩამოთვლილია ჩვენი კულტურის შესახებ, ასევე საუბარია ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობაზე და რაც მთავარია, როგორც გავიგეთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება ხდება ჩინეთთან. ეს ყველაფერი, რაც პრემიერმა ისაუბრა და რისი მოლოდინებიც გვაქვს, რა რისკებს და სარგებელს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის? ეხლა რა თქმა უნდა, რისკები არის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩინეთთან და ვცდილობთ ეს ამ ურთიერთობის გაღრმავებას განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, ეს მავანი და მავანი უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ თურმე საქართველოს მთავრობას მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ამით პრაქტიკულად ირიბად ეხმარება იმ ოპოზიციას საქართველოში, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლამ, თუმცა იციან, რომ არჩევნების გზით ეს მართვის ძალიან რთულია და ამიტომ ცდილობენ ნებისმიერი გზა გამოიყენონ, მათ შორის პოლიტიკური ზაწოლის. ამიტომ ესეთი შეფასება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მეორე მხრივ, რაც ნიშნავს შუა დერეფანი. ეს არის პრაქტიკულად შუა დერეფანი, რომელიც დააკავშირებს ჩინეთს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან. ამ დერეფნის გამოყენება არის არა მარტო პეკინის ინტერესში, ამ დერეფნის გამოყენება ფაქტობრივად არის ბრიუსელის ინტერესშიც. რაც მალე შეცვლიან თავის დამოკიდებულება საქართველოსთან, თუნდაც აი ამ დერეფნის გამოყენების კუთხით მით უკეთესია, იმიტომ რომ ბრიუსელი ძალიან ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს, მათ შორის ისეთ ქვეყნებსაც, რომელსაც ბრიუსელი არ თვლის დემოკრატიულ ქვეყნებად, მაგრამ თანამშრომლობენ. ასე რომ ერთია, რომ ჩვენ მართლა ვართ და ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა და მეორეა ბრიუსელი როგორ შევხედავს, მაგრამ შუა დერეფანი პირველ რიგში მათ სჭირდებათ. არის კიდევ ერთი ახალი და კონკურენცია, აი თქვენ ზუსტად ეგ მინდა გკითხოთ, აი კონკურენცია როგორ შეიძლება, ანუ როგორ შევდივართ ამ კონკურენციაში, მაშინ როდესაც დავუშვათ აქცენტს ვაკეთებ შუა დერეფანზე. ყავს კონკურენტები გამოჩნდნენ უკვე. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ თავიდან არსებობდა სამი დერეფანი ჩინურ პერსპექტივაში, უბრალოდ ორი ჩრდილოეთის და სამხრეთის, მერე თბილისის ზეწოლი და აქტიურობით გაჩნდა შუა დერეფნის პროექტი. როცა თბილისში ტრადიციულად ტარდებოდა და ახლაც ტარდება დიდი აბრეშუმის გზის საშემოდგომო კონფერენციები, შესვენება იყო მხოლოდ COVID-19 პანდემიის დროს, დანარჩენი მუდმივად ტარდება. და როდესაც დაიწყო რუსეთმა ომი, დასავლეთმა დაკეტა ჩრდილოეთ დერეფანი და ჩრდილოეთ დერეფანი პრაქტიკულად უმოქმედოა. რაც შეეხება სამხრეთ დერეფანს, ეს დერეფანი გადის ირანზე. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არის ასეთივე პროექტი ჩრდილოეთ და სამხრეთის დერეფანი, რომელმაც უნდა დააკავშიროს რუსეთის პორტები კასპიის ზღვაზე, ირანის პორტებთან კასპიის ზღვაზე და შემდეგ გავიდეს ირანზე, შესაძლებელია, რომ ირანი გახდეს აი ამ სამხრეთ დერეფნის და რუსეთის სამხრეთ დერეფნის, ჩინური სამხრეთ დერეფნის და ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფნის თანაკვეთა, ანუ სატრანსპორტო ხაბი. ეს რა თქმა უნდა ამდულად არ შედის დასავლეთის ინტერესებში და ამას ექნება სერიოზული პრობლემები, ისედაც მარტივი სიტუაცია არ არის ირანსა და თურქეთს შორის, ამიტომ შეიძლება ეს დერეფანი არ ამოქმედდეს. ამან გახადა აქტუალური შუა დერეფანი. მაგრამ ახლა ძალიან გააქტიურდა საუბარი ზანგეზურის დერეფანზე. ეს დერეფანი ადრე იყო კომუნისტების დროს, შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ის გაუქმდა და წელს 8 აგვისტოს ძალიან გახმაურებული შეხვედრა შედგა ორი პრეზიდენტის და ერთი პრემიერ-მინისტრის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს და იქ ხელი მოეწერა დეკლარაციას. ეს დეკლარაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ დეკლარაცია არ არის შეთანხმება. დეკლარაცია არის განაცხადი. და რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, კი მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაგრამ შეთანხმება კი არ იქნა ხელმოწერილი. ხელმოწერილი იქნა პარაფირებული ტექსტი. ანუ ტექსტებია შეთანხმებული და არა ხელშეკრულებადი. და თუმცა მოგვიანებით შემდეგ სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ ეს არ ვერ განხორციელდება. თუ არ ვწდები, ხა შეიძლება იცით როგორ რა შესაძლოა, ამას თავიდანვე იძახდა ყველა.
იმიტომ რომ ის ხელშეკრულებები, პარაფირებული ტექსტები რომ ხელმოწერილი იქნეს, სულ ცოტა სომხეთის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები. ცვლილებები, რომელიც არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან, როგორც ისინი არცახს ეძახიან. ამიტომ ეს ცვლილებები ასე მარტივი არ არის. ანუ ხვალინდელი ამბავი არ არის ეს. შეიძლება იყოს ძალიან შორიულ პერსპექტივაში. იქნება თორე ეგეც საკითხავია. პლუს ამას ერთი მომენტია გასათვალისწინებული. შემდეგი 2026 წლის ზაფხულში არის სომხეთში საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს სომხეთის ხელისუფლება აი ამ შეთანხმების მიღება არ მიღებისაგაც, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა შედეგები დამთავრდება არჩევნებში. ახლა კიდევ ერთი მომენტი, იცით, ზანგეზურის დერეფანი თუ ამოქმედა, ეს არის ძალიან კარგი საქართველოსთვისაც და რატომ? იმიტომ რომ ამბობდნენ რომ არა, პირიქით ეს არის კონკურენცია და ძალიან ცუდია და სად არის საქართველო და ასე შემდეგ. იცით როგორ შევხედავთ ამას, ამაზეა დამოკიდებული. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიწოდების გლობალური ჯაჭვების მდგრადობას. სატრანსპორტო დერეფანი არის სწორედ მიწოდების გლობალური ჯაჭვის რეალური განმახორციელებელი სტრუქტურა. და როდესაც ხდება ერთ-ერთი ჯაჭვის შეფერხება ან გაწყვეტა, აუცილებელია მისი პარალელური სტრუქტურა არსებობდეს. ამიტომ არსებობს ასეთი ხედვა და რა თქმა უნდა მე ამას ვიზიარებ, რომ შუა დერეფანი და ზანგეზურის დერეფანი უნდა განვიხილოთ არა როგორც კონკურენტული, ალტერნატიული, არამედ ურთიერთშემავსებელი. ეხლა რატომ? შუა დერეფანი, რომელიც ნიშნავს არა მარტო საავტომობილო, სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებას ტვირთების, არამედ მილსადენებს, ამას გამორიცხავს ზანგეზურის დერეფანი. ზანგეზურის დერეფანში არის მხოლოდ სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები. ეხლა ახალ მილსადენები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ესეც საკითხავია, როდის გაკეთდება, იმიტომ რომ ის მილსადენები, რომელიც უკვე გადის საქართველოზე საუბარია სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე და ბაქო-თბილისი ჯეიხანის ავტობსადენზე, ამ მილსადენების სიმძლავრეები ბოლომდე ათვისებული არ არის. ამიტომ ახალ ინვესტიციას ახალ მილსადენებში არავინ არ ჩადებს. არის კიდევ ერთი ასეთი ეშმაკობა, იცით, ზოგიერთი ექსპერტი დასავლეთიდან წერს ასეთ რამეს, რომ ზანგეზურის დერეფანი თურმე ყოფილა შუა დერეფანის ერთ-ერთი განშტოება. აი ეგ არის დიდი შეცდომა და გეტყვით რატომ. ზანგეზურის დერეფანი ეხლა ხდება თუ კი განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟის ქვეშ და შემთხვევით არ ქვია მას ტრამპთან დაკავშირებული სახელი მშვიდობის და განვითარებისთვის. ანუ ტრამპის დერეფანი, როგორც მოკლედ იტყვიან. ახლა მთავარია, როგორ დაალაგდება ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა. დაუშვებს კი ვაშინგტონი ზანგეზურის დერეფანში ჩინურ ტვირთებს. დიდი ალბათობით შეიძლება არ დაუშვას. რაც შეეხება შუა დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ეს ჩინური პროექტია. ამიტომ ზანგეზურის დერეფანი იქნება თუ არა შუა დერეფნის განშტოება, ეს უნდა გადაწყვიტოს პეკინმა. და პეკინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დადებითი გადაწყვეტილებას, თუ ჩინური ტვირთებს დაუშვებს. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს პარტნიორიც და შეიძლება იყოს კონკურენტიც, ხო? ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ვითარებაზე. და რეალურად, რა თქმა უნდა, ობიექტურად ეს უნდა იყოს ურთიერთშემავსებელი. მაგრამ ურთიერთშემავსებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ტვირთები გაივლეს ზანგეზურის დერეფანში. მაშინ პეკინი აღიარებს, რომ შუა დერეფნის განშტოება არის ზანგეზურის დერეფანი. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ეს იქნება ორი სხვადასხვა დერეფანი. ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა გარკვეულწილად შევაჯამოთ. ანუ მაინც ახლა მთავარი კითხვა, აი, რაზეც თქვენ ვისაუბრეთ ამდენი და უკვე გადანაწილებულია მსოფლიო დღის წესრიგი მეტნაკლებად, თუმცა არ არის ეს პროცესი დასრულებული. საქართველოს როგორ უნდა მოიქცეს? ანუ თქვენ რა რეკომენდაცია გექნებათ ხელისუფლების მისამართი? ანუ ის ოქროშუალედი როგორ უნდა ვიპოვოთ? ამაზე რამდენჯერმე დამიწერია და თქვენთან ეთერშიც მისაუბრია, შეიძლება გარკვეულწილად ნაწილობრივ მაინც გავიმეორო. ჩვენ გვჭირდება სამხედრო პოლიტიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუმცა დუმილია არის. მე რა დუმილია, დუმილი ყოველთვის არ იქნება, მუშაობა საჭირო, მეტი ძალისხმევა საჭირო ჩვენი დიპლომატიური სამსახურების, მეტი საქმიანობა. ანუ მთავარი აქცენტი მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებზე უნდა გავაკეთოთ. დღეს ჩვენ გვჭირდება ბალანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს კარგად აუხსნათ რომ აი იგივე
ანაკლი სპორტის რატო ვერ შედგა ეს პროექტი? არ იყო ტვირთები და ტვირთები რატო არ იყო საკმარისი რაოდენობის? იმიტომ რომ ჩინეთი არ იყო ჩართული. თუმცა ჩინურ კომპანიაზეც არ არის შეთანხმება ახლა კონსორციუმი მონაწილეობდა რამდენადაც ვიცით ამ ანაკლის პროექტში. ამიტომ მას შემდეგ ბევრი რამე აირია და ხო, ამიტომ თუ ჩინური ტვირთები არ იქნება, შუა დერეფანსაც გაუჭირდება და ანაკლის სპორტიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება მთლად ბოლომდე რეალიზებული არ გამოვიდეს. ამიტომ ეს კარგად უნდა იქნას ახსნილი. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს საკმაოდ კარგად დასაბუთებული და ახსნა რომ ეს არ ნიშნავს ჩვენი ფასეულობების გადახედვას, ჩვენ გვინდა ჩინეთანაც ძალიან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, სტრატეგიული ურთიერთობა და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ სტრატეგიულ ურთიერთობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან. ეხლა აქაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს წარად აკრიტიკებენ და ითხოვენ მის მოქცევას სანქციების ქვეშ, არის ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას არ იზიარებენ, მაგალითად დაბლოკეს მეგობარი აქტის ცვლილობა. ესეც ხო ვიცი. თუმცა ამ დრომდე არ არის შეჩერებული და იმედი მაინც არ დაუკარგავთ ხელისუფლების ოპონენტებს, რომ ეს აქტი კვლავ მზის სინათლეს იხილავს. მუდმივად არის ამაზე საუბარი. ჩვენ ვართ რადიო იმედის სტუდიაში და იმედს ჩვენ დავკარგავთ. დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.